ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სულიერი მხედველობისა და სულიერი სიბრმავის შესახებ. ამ თემას ეხება სულთმოფენობიდან 26-ე შვიდეულის საკვირაო წირვის სახარება. ეს გახლავთ სახარება ლუკასი, მე-13 თავის მე-10-დან მე-17 მუხლის ჩათვლით. წავიკითხოთ ტექსტი სახარებისა. და ასწავებდა მათ იესო, შესაკრებელსა ერთსა, შაბათსა შინა. და აჰა ესერა დედაკაცი იყო, რომლისა თანა იყო სული უძლურებისა 18 წლიდან. და იყო იგი დაღონებულ და ვერ ეძლო ზე ახილვად ყოვლითურთ. იხილა იგი იესო, მოუწოდა და რქვა მას, დედაკაცო, განტევებულ ხარ უძლურებისაგან შენისა. და დაასხნა მას ზედა ხელნი და მეხსეულად აღემართა და ვიდოდა და ადიდებდა ღმერთსა. მიუგო შესაკრებელის მთავარმან მან რისხვით, რამე თუ შაბათსა განკურნა იგი იესო და ეტყოდა ერთსა მას. 6 დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ არ საქმეთ. მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ და ნუ დღესა შაბათსა. მიუგო მას იესო და რქუა, ორგულო, კაცად მან თქვენ მან არა ახსნის შაბათსა შინა ხარი გინა ვირი, ბაგათაგან, მათთა და წარიბის და ასვის მას წყალი. ხოლო ესე ასული აბრაამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა 18 წელი არს. არა ჯერ იყოა განხსნათ საკვრელთაგან მისთა დღესა შაბათსა. და ამას რა იტყოდა თავადი, რცხვენოდა ყოველთა წინააღმდგომთა მისთა და ყოველსა მას ერსა უხარო და ყოველთა ზედა დიდებულებათა მისთა, რომელნი იქმნებოდეს მის მიერ. ჩვენ აი ამ სახარებაში გვაქვს ორი მაგალითი. მაგალითი სულიერი ხედვისა, ხედველობისა და მაგალითი სულიერი სიბრმავისა. პირველი მაგალითი ეს გახლავთ სნეული დედაკაცი, რომელიც განკურნა მაცხოვარმა. აი სად ჩანს ამ სნეული დედაკაცის სულიერი ხედვა რაში ვლინდება? უპირველეს ყოვლისა ვლინდება იმაში, რომ როგორც ამოვიკითხეთ სახარებიდან, სული უძლურებისა შეპყრობილი იყო სული უძლურების, ეს იგი ბოროტის სულისგან იყო ასეთი ბოროტის სულის მანქანებით. ეს ადამიანი იყო ფიზიკურად ისე დაუძლურებული, რომ წელში მოხრილი იყო და თავის აწევა არ შეეძლო და ადამიანების დანახვა არ შეეძლო. და ასე იყო იგი 18 წელი. ესე იგი, აი წარმოუდგენლად მძიმე ჯვარი ჰქონდა ამ სნეულ დედაკაცს. და აი საიდან ჩანს, რომ მას ჰქონდა სულიერი ხედვა? აი სულიერი ხედვა ჰქონდა და ჩანს იქიდან, რომ ასეთი მძიმე ჯვრის მტვირთველი ადამიანი არ განეშორება ტაძარს. ესე იგი ადიდებს ღმერთს, ანუ იგი არ დრტვინავს ამ ჯვრის გამო. იგი ღებულობს ამ ჯვარს, როგორც უფლის დაშვებას მისი სულის ცხოვნებისათვის. აქ არ არის რაიმე მინიშნება იმაზე, რომ ეს ხალი იყო ძალიან დიდი ცოდვილი. ჩვენ გვაქვს მაგალითები იმისა, რომ ძიმე ჯვარი შეიძლება დაედოს სათნოებით გამორჩეულ ადამიანებსაც. აი იობი ამის ქრესტომატიული მაგალითი. არ აქვს მნიშვნელობა ეს იყო
მისთვის ეს ჯვარი სულიერი კიდევ უფრო ამაღლებისთვის თუ წოდების მოსანანიებლად, რა მთავარი ის არის, რომ ამ ჯვარს ეს სნეული დედაკაცი ატარებს უდრტვინველად. ანუ რწმენით, რომ 100-ია საჭირო და ელოდება, ესე იგი, თავის, ასე ვთქვათ, საზღაურს იქნება ეს ამ ქვეყნად თუ არა და იქნება პარადისობაში, მას ეს წამს. არ კარგავს იმედს. აი ეს არის საოცრება. და საიდან ჩანს, რომ იგი ესეთი უდრტვინელად ატარებს? იგი არ მივიდა იესო ქრისტესთან და არ თხოვა განკურნება. აი ესეც საოცრებაა. ახლა ხო ყველა მიცოდა იესო ქრისტესთან, ყველა მიდიოდა, ყველა სნეული მიდიოდა. და ეს არ მიდის. ესე იგი ის ბოლომდე მინდობილია ღმერთზე. და აი ამას ქვია სულიერი ხედვა, რომ სულიერი მხედველობა, რომ ადამიანი სულიერი თვალით ხედავდა უფალს, სჯეროდა მისი, სწამდა მისი განგებულება და აი ამ სწორედ ტვირთულობდა აი ამ ჯვარს და აი ამ და ჩანს, რომ ეს მართლაც აი ამ ჯვრის ტვირთველობაში იგი სულიერად ძალიან ამაღლებული იყო. ეს პიროვნება და საიდან ჩანს, რომ ის ამაღლებული იყო, რომ მას არ ქონდა აი ამ ჯვრის შიში, ჯვრის სიმძიმის გამო ასეთი ტანჯვა შინაგანი სულიერ ფიზიკურად როგორ არის ტანჯებოდა, მაგრამ სულიერად საიდან ჩანს, არ მიდის და არ თხოვს მაცხოვარს. აი ფაქტია, რომ არ თხოვა, მაცხოვარმა თვითონ მოიხმო იგი. და აი სულიერი სიმაღლე საიდან ჩანს, რომ აი ამდენი ხანი ეს ამ ჯვარს ატარებს ასე და შინაგანად უკვე სულიერად ამაღლებულია აშკარად ეს ადამიანი. ჩანს იქიდან, რომ როგორც კი განიკურნა, დაიწყო დიდება ღვთისა და მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ღვთის დიდება, ანუ აღიარება იმისა, რომ იესო ქრისტეს მიერ აღსრულებული სასწაული ეს არის ღვთის ძალის მოქმედება, ანუ ქრისტე ღვთაებრივი ხელმწიფებით აკეთებს ამას, ეს თელმთავართა და წიგნობართა მიერ გამოცხადებული იყო დიდ დანაშაულად ქრისტეს აღიარება და უკაცრესი სასჯელები იყო ამაზე. და აი წარმოიდგინეთ, რომ როგორი სიმამაცია და როგორი მზადყოფნა ნებისმიერი სასჯელისათვის, აი ახლად განთავისუფლებული ამ ხელა ტვირთისაგან, ამ ხელა სიმწარისაგან, იგი მზად არის, რომ კლავაც მიიღოს რაღაც მძიმე სასჯელი, ოღონდ სიმართლე თქვას, ოღონდ აი სიმართლე არ დაფაროს. ხო? და აი ეს ამას ქვია სულიერი ხედვა, ანუ სულიერი სწორედ ხედვით, სწორედ სულიერი ასეთი ღრმა სარწმუნოებით, ჯვრის ტვირთველობით, სიმამაცით ადამიანი სწორედ აი ამ არჩევს რა არის კეთილი და რა არის ბოროტი, რა არის მისთვის კეთილი და რა არის. აი სწორედ მან იცის, რომ ჯვრის ტვირთველობა მისთვის არის კეთილი. და მიუხედავად იმ დაღონებული მდგომარეობისა, ფიზიკურად დაღონებული, შინაგანად იგი არ იყო დაღონებული, შინაგანად იგი იყო, ესე იგი მოთმინებით, უდრტვინველებით და ღრმად წამს რომ მადლიერებით, იმიტომ რომ სწამდა რომ ეს საცხოვნებლად იყო, მის საცხოვნებლად ეს ჯვარი, როგორც ყველა ჯვარი, უბრალოდ ყველას არ შეუძლია ასე მიიღოს თავისი ჯვარი და ხშირად გაცილებით უფრო მცირე ვიდრე ეს ჯვარია, რომელიც ამ დედაკაცს ჰქონდა. აი ახლა რაშია, ესე ვთქვათ, მეორე შემთხვევა სულიერი სიბრმავის. აი ეს მეორე შემთხვევა ამ სულიერი სიბრმავის გახლავთ შესაკრებლის მთავარი, რომელიც იმის მაგივრად, რომ ამ აღსრულებული სასწაულის გამო ჯერ განსვიფრდეს ასეთი წამის ყოფით აღსრულდა სასწაული, ასეთი რამ არ მომხდარა და არ ხდებოდა არასოდეს და არც მომავალში. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეს ღვთაებრივი ძალის გარეშე ასეთი რამე არ ხდებოდა არასოდეს და
ჯერ განცვიფრება. მერე სიხარული რომ ადამიანი აემდე ხალხს იტანჯებოდა და გაგიხარდეს ადამიანს შვება აქვს, ბუნებრივია, ნორმალურია და რაც თავარია მადლიერება ღვთისა. ამის საწინააღმდეგოდ მას აქვს აღშფოთება, მას აქვს რისხვა, ანუ რისხანება და ესე იგი მაცხოვრის გასაგონად ამბობს, პირდაპირ მას არ მიმართავს, მრევლს მიმართავს და რაღაც თითქოს ტუქსავს კიდევაც მრევლს, ირიბადეს მაცხოვარს ეხება, რომ 6 დღე არის იმისთვის, რომ ჩვენ საქმე ვაკეთოთ და აი ამ 6 დღეში უნდა ჩვენ განვიყურნოთ და არა მე-7 დღეს, ანუ მე-7 დღე ძველ არქივაში იყო შაბათი. არა მე-7 და არა შაბათს. და ასეთი კაცრად ის რისხვით ლაპარაკობს და ანუ ყველას ეუბნება რომ აი ეს სასაული რომელიც ახლა აქ მოხდა, ნუ ეს მოკლედ დიდი დანაშაულია, იმიტომ რომ წმინდა კანონი დაირღვა. ნუ ამაზე მასხوارი პასუხობს ძალიან მკაცრად და მყისიერად და ეუბნება ორგულო. ანუ შენ ამბობ იმას, რომ შენ გული შეგდგივა სიწმინდის კანონის დარღვევისათვის, მაგრამ შენ თვითონ ხარ უპირველესი დამარღვეველი საღვთოს ჯულისა. და საიდან ჩანს, რომ ის არის დამარღვეველი საღვთოს ჯულისა? საიდან ჩანს და იქიდან ჩანს, რომ ესე იგი ადამიანის სულიერად ბრმა არის და როგორ შეიძლება სულიერად ბრმამ განმარტოს საღვთოს ჯული? და რასაც ის განმარტავს, რასაკვირველია, ეს არის დამახინჯება საღვთოს ჯულის. ანუ არა ჭეშმარიტება, არამედ სიცრუე. ესე იგი ადამიანთა გზის, ესე ვთქვათ, ჭეშმარიტი გზიდან გადაყვანა არასწორ გზაზე. აი ეს არის ორგულება. თვითონ არის დამარღვეველი და სხვას, ესე იგი, აბრალებს ჯულის დარღვევას. და აი რატომ რამ გამოიწვია ეს სულიერი სიბრმავე? აი ეს კითხვა, აი რა იწვევს საერთოდ სულიერ სიბრმავეს და რა არის სულიერი სიბრმავე? სულიერი სიბრმავე დასაკვირველია ისე როგორც ესე ვთქვათ, ეს არის სულის სნეულება. და რა იწვევს სულის სიჯანსაღეს? სულის სიჯანსაღის საფუძველი არის ქრისტიანული სათნოებანი, ანუ ღვთაებრივი სათნოებანი, ანუ იგივე ზნეობრივი სიწმინდე, ცნებათა დაცვა. და თუ ადამიანი აი ამ ზნეობრივ სიწმინდეს ვერ ინარჩუნებს, მისი სული სნეულდება და იგი უკვე ვეღარ არჩევს კეთილსა და ბოროტს, ჭეშმარიტსა და ცდომირებას. და აი ამ სწორედ სათნოებების სათავე არის თავდაბლობა, რომელიც უპირველეს ყოვლისა მუდამ აღიქვამს, ეს არის ჯანსაღი მდგომარეობა სულის, აი ბუნებრივი მდგომარეობა ჯანსაღი სულის არის განცდა იმისა, რომ ადამიანის ბუნება დაცემის შემდეგ, ცოდვით დაცემის შემდეგ სნეულია, არასრულყოფილია და აი ამ სნეულების, არასრულყოფილების განცდა განსაკუთრებულად სიფხიზლე რომ შეცდომა არ დაუშვას, იმიტომ რომ არასრულყოფილია ადამიანი და აი ეს როგორც ფსალმუნში ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი, შემოსვლილება გულისა. მსხვერპლი ღვთისა არ სული შემოსვლილი, გული შემოსვლილი და დამდობა. აი მუდამ რაღაც ახსოვს, რომ ესეთი წუხარია იმ თავისი უძლურების გამო, ხედავს, აგვირდება თავის შინაგან სამყაროს, ძალიან კრიტიკულია თავის მიმართ, ცდილობს, რომ ესე ვთქვათ, აღიაროს თავის შეცდომები და მუდმივად ესეთი გულწრფელია და ცდილობს გამოსწორდეს, ცდილობს აღსარება თქვას და აი ესე სულიერი გზას არ გადაუხვიოს. აი ეს არის თავდაბლობა და სწორედ აი ამ თავდაბლობას
კარგავს ადამიანი რა დროს, როდესაც არ ცდილობს აი ასეთი ღვთის მოშიშებით იცხოვროს, მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ ყავდეს თავისი შინაგანი სამყარო, პასუხისმგებლობის ხარისხი ჰქონდეს მაღალი, აი როდესაც აი სულ ცდილობ რომ არ წახვიდე კომპრომისზე სულთან სინდისის წინაშე რომ არ დატოვო არაფერი, ესე ვთქვათ, შეუმჩნევლად თვალი არ დაუხუჭო შენს სისუსტეს. აი ეს არის სულიერი შრომა, ეს გულმოდგინებაა, ეს არის სათნოება და აი ამას თუ ადამიანი რაღაცა ასუსტებს, მაშინ მისი თავდაბლობა, ანუ მას ეკარგება ეს უნარი, რომ დაინახოს საკუთარი თავი და ამ დროს უკვე თავდაბლობის ადგილს ჩაანაცვლებს ამპარტავნება ამის საწინააღმდეგო, ესე იგი არა, შეიძლება გაქვს განცდა რაღაცა არასრულყოფილებისა, მაგრამ ძალიან მცირედი, მინიმალური არამნიშვნელოვანის რაღაცა მეათე ხარისხოვანს განიცდი და პირველ ხარისხოვანს შეიძლება თვალს არ უსწორებ, იმიტომ რომ რაღაცა გაურბიხარ ამ პასუხისმგებლობას, ამართლებ შენ ცოდვას, რაღაცა გინდა რომ ყველაფერში რაღაც შენი თავი, ესე ვთქვათ, ნაკლებად პასუხისმგებელი იყო შენი ცოდვის გამო და რაღაცა იშრომო ცოდვის დასაძლევად გამოსასწორებლად. და აი უკვე ეს სიფხიზლის ნაკლებობა იშლის ხელს, რომ დაინახო ცოდვები და პირიქით თუ რამეს დაინახავ, რაღაც ცდილობ გაამართლო და აი ეს უკვე რა ხდება ამ დროს სინანულს, რომელიც თავდაბალ ადამიანს აქვს, ჩაანაცვლებს თვითკმაყოფილება ადამიანი, აი სულ პირიქით ცდილობს კარგი დაინახოს საკუთარ თავში და აი ეს ცოდვაზე თუ დაინახავს რაღაცა სხვაგან ეძებოს მიზეზი, არა საკუთარ თავში, არამედ გარეთ ეძებოს აი ამ ცოდვის მიზეზი, რომ რაღაცამ განაპირობა ვიღაცამ ან რაღაცამ ხელი შეუშალა და ესე იგი ასეთი ადამიანი ამავე დროს მის ღვთის მოშიშებას, ანუ როდესაც სულ ესე ვთქვათ, აი ფრთხილობ, რომ არამე არ ჩაიდინო არასწორი, ჩაანაცვლებს უკვე თვით დაჯერება, ესეთი თვით დაჯერება ჩაანაცვლებს და უკვე ადამიანი მხოლოდ სხვაში ხედავს ნაკლს. საკუთარ თავში, ესე იგი როგორც სახარებაში წერია, საკუთარ თვალშიო დირესაც ვერ ხედავთ. ანუ ძალიან ბევრ ცოდვას ვერ აღიქვამს ადამიანი. და სხვის თვალში ბევრს ხედავთო და აი ეს ესეთი კრიტიკული ხდება სხვის მიმართ და სრულიად არაკრიტიკული და არა მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ. და რა ხდება ასეთ დროს უკვე ადამიანი ვეღარ არჩევს რა არის კეთილი, რა არის ბოროტი. იგი ძალიან სუბიექტურია და იგი უკვე ძალიან დარწმუნებულია, რომ მისი აზროვნება არის ძალიან სწორი, ესეთი არაკრიტიკულია საკუთარი თავის გამო და აი ასეთმა აზროვნებამ, რომელიც არასწორად, არასულიერად, არათავდაბლობით ცხოვრობდა, სამწუხაროდ ებრაელთა ერის ელიტარულ ფენაში ესეთი ჩამოაყალიბა უკვე არასწორი განმარტება საღვთო ჯულისა და მათ ესე იგი აი შაბათის კანონი, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ მართლაც 6 დღე უნდა ეშრომა ადამიანს და მე-7 დღე მას სულიერი საქმისთვის უნდა მიეძღვნა ღმერთის სადიდებლად, კეთილი საქმეების საკეთებლად და აქ საერთოდ რაღაცა ესეთი არაჯანსაღი ესეთი უკვე განმარტება იყო, რომ აი ლამის საჭმელიც არ უნდა გააკეთო და გადაადგილებაც არ შეიძლება რაღაც გარკვეული მანძილის გარეშე და აი ესეთი არაჯანსაღი ესეთი ფორმულები იქნება, რომელიც საფრთხო ჯულის საფუძველზე, მაგრამ სინამდვილეში დაცლილია საფრთხო ჯულისაგან და მოდის მაცხოვარი, რომელიც თავად არის ამ ჯულის შემქმნელი და აღასრულებს ამ ჯულს და აღავსებს
აღსრულებისთვის მოვედიო შულის და არა დასარღვევათო და მათ ეს არ ესმით ისინი რაც მათ წარმოდგენებს არ ეთანხმება, ესე იგი ცდომილება, ესე იგი საკუთარი თავის მიმართ არავითარი კრიტიკა არ აქვთ. და ბუნებრივია გარდა იმისა, რომ ესე იგი ეს პიროვნება, ასე ვთქვათ, შულის დამარღვეველია მათ ცნობიერებაში, ეს მათ უკიდურესად აღაშფოთებს, რომ ხალხში მის მიმართ დობა, მის დიდი ავტორიტეტი აქვს, ხალხს ის უყვარს და აქ უკვე შემოდის ამბარტაონი ადამიანის ასეთი სნეულება, რომელსაც ქვია შური. შენ თვლი რომ შენ ხარ ნამდვილად ესე ვთქვათ მართალი, შენ ხარ ღირსეული, შენ ხარ დამსახურებული პიროვნება, შენ უნდა მოგაგონ პატივი და უცებ ვიღაცას მიაგებენ და შენთვის ესე იგი სრულად მიუღებელია და განიცდი, იმიტომ რომ მოთხოვნილება გაქვს, რომ შენ გქონდეს ეს პატივის მიღება და მწუხარება სხვის სიხარულსა ზედა, ასეთია შურის განმარტება და სიხარული სხვის მწუხარებასა ზედა, ასევე ერთი და იგივეა. თუ კაცი ცუდად არის, რომელიც შენ რაღაცნაირად შენი ავტორიტეტს, ასე ვთქვათ, ამცირებს, ეს გიხარია და თუ ასე ვთქვათ, კარგად არის ეს შენ გამწუხრებს. ხო, და ეს მწუხარება სხვის სიხარულსა ზედა, სწორედ ეს არის შური და ეს შური კიდევ ადამიანს, ასე ვთქვათ, აღრჩობს და სიძულვილი, ესე იგი ადამიანის სიძულვილი, შეიძულა ამ ელიტამ. ფარისეველთა შორის ერთეულები, რასაკვირველია, ნიკოდიმოსი, იოსებ არიმათიელი, იაიროსი რო იყო, იაიროსი სინაგოგის მთავარი და კიდევ იყვნენ, ასე ვთქვათ, რჩეული ადამიანები, მაგრამ უმცირესობა ასეთი ელიტარულ ფენაში. ძირითადად იყვნენ ესე სრულიად გამოფიტულები და ამპარტავნება არის სულიერი გამოფიტულობის, ასე ვთქვათ, უკვე ყველაზე დიდი გამოხატულება, დიდი ნიშანი. თავარი, ესე ვთქვათ, ღმერთისგან უკვე მოწყვეტა არის ამპარტავნება. ბევრი ცოდვა, მაგრამ ამპარტავნება არის მთავარი, რომელიც უკვე ძალიან, ასე ვთქვათ, დიდი ძალიან საფრთხო ცოდვა უკვე ადამიანი აღარ ნანობს. შეიძლება ადამიანი ცოდვილი იყოს და ნანობდეს ცოდვას და ითხოვდეს შეწყალებას, მაგრამ აქ უკვე ის აღარაფერს არ ნანობს პირიქით, ესე იგი სულ სხვაში ხედავს ამ ცოდვას და ამ ნაგზს და რა მივიღეთ, ესე იგი მივიღეთ, რომ ესეთი სულიერი სიბრმავის ფენომენი, რომელიც აბსურდებს ლაპარაკობს, აბსურდებს, ესე იგი არ შეიძლება კურნება შაბათ დღეს, რატო არ შეიძლება ისე კეთილი საქმე. და მაცხვარი ძალიან მარტივად, ესე იგი ამხილებს და ძალიან მარტივად შეარცხვეს. როდესაცო შაბათსო ხარი ან ვირი, შინაური ცხოველი საჭიროებს წყლის დალევას, თქვენო ბაგადანო არ ახსნითო მას და წყალს არ დაალევინებთო და თუ კიო ამას გააკეთებთო პირუტყვისათვისო. მით უმეტესო 18 წელიო აბრაამის ასულია, ეს სიტყვა აბრაამის ასული უკვე ჩვენაც წინ ვისაუბრეთ ამ სნეულ დედაკაცზე, იმის დადასტურებაა, რომ ესე იგი ძალიან დიდ პატივს მიაგებს აბრაამის ასული, ესე იგი ეს სულიერი ასულია, მისი ღირსეული შვილია. ესეთი ღირსეული შვილი ესე აშინელ ტანჯვაში იყო და მისი გამოხსნაო, მისი შეკვრისაგან განთავისუფლება, ეშმაკის მიერ შეკვრისაგან განთავისუფლება განა არ იყო, ასე ვთქვათ, სამართლიანიო. ხო და წერია, რომ შერცხვათ მის წინააღმდგომთა მისთა, ვინ იყო ის თვითონ შესაკრებლის თავარი და რაღაც ნაწილი, რომელიც ასევე აზროვნებდა და მხარს უჭერდა მას, მაგრამ უმრავლესობისთვის რასაკვირველია იესო ქრისტე იყო მისაღები და უმრავლესობა გრძნობდა, რომ მისგან მოდიოდა ჭეშმარიტი სწავლება, მისგან მოდიოდა ჭეშმარიტი სიყვარული და რასაკვირველია ღვთის ძალა და ხარობდა და ადიდებდა უფალს.
და მინდა ვთქვა, რომ აი ეს თემა ზედაპირული აზროვნებისა, ამპარტავნული აზროვნებისა, ეს არ არის მხოლოდ ეს ფარისევლები და ფარისევლები და ვიძახით, რომ ჯვარზე გააკრეს ქრისტე და ოხრა საშინელი ხალხი. ძალიან სახიფათოა ქრისტეს მიერ საყვარელნო ზვანო და დანო, რომ ეს ამპარტავნება ჩვენშიც არ შემოიპაროს. ძალიან სახიფათოა და თუ ჩვენ გონია, რომ ეს ჩვენ ესე ვთქვათ, ეს არ მოგვეკარება, აი ეგ არის უკვე პირველი ნიშანი ამპარტავნებისა, რომ აღარა მაქვს შიში, რომ მე შეიძლება ვიყო ამპარტავანი. აი თუ მე ამის შიში არ მაქვს, ესე იგი მე ახლოს ავარ უკვე ამპარტავნებას. ასე რომ პირველ რიგში ჩვენ ყველანი უნდა ვამოწმებდეთ ჩვენ თავს, აი რამდენად ჩვენ გვაქვს აი ეს განცდა იმისა, რომ ჩვენ არასრულყოფილი არის ჩვენი ბუნება, სნეულია ჩვენი ბუნება, რამდენად ჩვენ ვხიზლობთ და ვფრთხილობთ, რომ ეს ჩვენი ბუნება კიდევ უფრო არ დასნეულდეს. რამდენად ჩვენ ვცდილობთ, რომ დავძლიოთ ჩვენში ეს ბუნება, აღმოვფხრათ ეს ჩვენი ცოდვები, ჯერ დავინახოთ, მერე შევინანოთ, მერე ვებრძოლოთ ამ ბუნებებს და რამდენად ჩვენ ამაში ჩართული. აი თუ ჩვენ ამაში ჩართული არა ვართ და არ მონაწილეობთ, რაც ნიშნავს ჭეშმარიტ ეკლესიურ ცხოვრებას. აგერ სამთავრობო სინაგოგის მთავარი თლათ უფროსი იყო და განმარტებდა საფრთხო ჯულძას ეპირად იცოდა, მაგრამ ამ წესით არ ცხოვრობდა, სიმდაბლით არ ცხოვრობდა. ასე რომ ეკლესიაში შეიძლება იყოს ადამიანი და სიმდაბლით არ ცხოვრობდეს. ამიტომ ეკლესიაში თუ ხარ და არ ცხოვრობ სიმდაბლით, რასაკვირველია ხარ ამპარტავნებაში, მაგრამ თუ ეკლესიაში არ ხარ, იცით როგორ არის, ეკლესიაში შეიძლება ადამიანი იყოს და არ იცხოვროს ასე ვთქვათ, სიმდაბლით, ზედაპირულად, აი ფარისევლურად ცხოვრობს, მაგრამ ეკლესიაში არიან ადამიანები, ვინც ნამდვილად ცხოვრობენ, იმიტომ რომ სხვაგან სიმდაბლით ცხოვრების საშუალება არ არის. ეკლესიაშია სიმდაბლით ცხოვრების საშუალება. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ესე იგი ვიღაცა არასწორად ცხოვრობს, ეს თავის თავს ესე იგი განაყენებს ეკლესიისგან, ანუ ის ეკლესიის წიაღში აღარ არის. გარეგნულად შეიძლება არის, მაგრამ შინაგანად არ არის. არავითარი ფასი არ აქვს მის ეკლესიაში ყოფნას, მაგრამ ვიღაცა რომ ამბობს, რომ ეკლესიაში ვიღაცა დადის და ფარისეველია და მე არ მინდა რომ ფარისეველი ვიყო. ნუ იქნები ფარისეველი იყავი ნამდვილი ქრისტიანი და შედი ეკლესიაში და ებრძოლე შენს ვნებებს, იმიტომ რომ ეკლესიის გარეთ ამ ვნებებს ვერ დაამარცხებ. ღვთის სწავლების და ღვთის მადლის გარეშე ამ ვნებებს ვერ დაამარცხებ. თუ შენ არა განცდა იმისა, რომ გაქვს ეს ვნებები, ესე იგი შენ უკვე დასშორებული ხარ სწორ ხედვას, თავდაბლურ ხედვას, ამპარტავნულ ხედვაში ვართ მაშინ. და ეს ყოველ წუთას თუ არ მუშაობთ ამაზე, თუ მუდმივად თუ არ ვებრძვით ჩვენ შინაგან სამყაროს, ეს ამპარტავნება ძალიან ადვილად შემოდის. ძალიან ადვილად შემოდის და ძალიან ადვილად გვიპყრობს რა არის ეს ხშირი განკითხვა, ხშირი მრისხანება. უნარი, არა გვაქვს უნარი მოსმენის, ერთმანეთის მოსმენის, მოთმინების უნარი არა გვაქვს. რას ნიშნავს ეს? მიტევების უნარი არა გვაქვს. გვაქვს აგრესიის, ასე ვთქვათ, ესეთი გამოვლინება, დიდი გამოვლინება აგრესიის, კატეგორიული აზროვნება, ასე იგი საკუთარ შეხედულებების სრული, ასე ვთქვათ, დაჯერება და სხვისი შეხედულების სრული უგულებელყოფა. ეს ყველაფერი ამპარტავნების ნიშნებია და ამიტომ ეს სულიერი სიბრმავე, რომელიც იქ ჩვენ ახლა ხშირად ესე ამაყად შევხედავთ, რომ აი ჯვარზე გააკრეს ქრისტე. ყოველი ჩვენი სულიერი სიბრმავე ქრისტეს ჯვარზე გაკვრა. აი ამ ჯვარზე გაკვრაში მონაწილე. ასე რომ ქრისტეს მიერ საყვარელნო ზვანო და დანო შევთხოვოთ უფალს, რომ სულიერი თვალი აგვიხილოს და ვიზრუნოთ მუდმივად, რომ ეს თვალი ჩვენი არ დავკარგოთ ეს თვალის ჩინი, ეს სულიერი თვალის ჩინი, სულიერი ხედვა, სულიერი ხედველობა და სულიერი სმენა და ამისთვის კი საჭიროა ეს მუდმივი შრომა, სულიერი შრომა, მაღალი პასუხისგებლობა და
სწორედ ის დიდი ეს ეკლესიის გამოცდილება თორე ახლა დამოუკიდებლად ვინ შევძლებთ რამეს. აი ის ვინც ამბობს რომ მე დამოუკიდებლად მივალ ღმერთთან, აი ეს არის უკვე ძალიან დიდ აპარტავნებაში და სწორედ აი გონების დაბნელებაში და სულიერ სიბრმავეში. ამიტომ ვილოცოთ, რომ ჩვენც არ ვიყოთ თუ ამ ცოდვაში მუდმივად დავიცვათ თავი ამ ცოდვისაგან და ის მოყვასი, რომელიც ჯერჯერობით ვერ ხედავს თავის აი ამ სულიერ უძლურებას, სულიერ არასრულყოფილებას, ცოდვას, ღმერთმა ვილოცოთ მათთვისაც, რომ დაანახოს და დედა ეკლესიის წიაღში მოიყვანოს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მრავალს დაგასწროთ ჩვენთან არს ღმერთი.